საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლამფალუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. ლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მეათე საიუბილეო კონფერენციის თემაა გეოეკონომიკის ეპოქა, ცენტრალური ბანკის ევოლუცია. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან. ეს ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავცვალოთ ერთმანეთთან ბოლო გამოცდილება ინფლაციასთან ბრძოლაში, თუ რა მაკროეკონომიკური ვითარება არის ამა თუ იმ ქვეყანაში და რა როლს ასრულებს ცენტრალური ბანკი მის ნორმალიზაციაში. ასევე ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ გავიგო უფრო მეტი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, მაგალითად იგივე სეპაში, იგივე ერთიანი ევროსაგადახდო სისტემაში, სივრცეში გაწევრიანების თვალსაზრისით ვის რა პროგრესია და კიდევ რა ძალისხმევა უნდა გავწიოთ, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა, როგორ აისახება გეოპოლიტიკა ჩვენ სამყაროზე. ჩვენ ვცხოვრობთ არაორდინალურ გარემოში, ამიტომ ეს პლატფორმა მნიშვნელოვანია, რომ გავუზიაროთ შეხედულებები მსოფლიო ლიდერებს. მივესალმები ამ პროცესში საქართველოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობას. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მომავალში ჩვენი აქტივობით ყველა ჩვენგანს გვექნება მყარი ურთიერთობები კავკასიის რეგიონში, სადაც მსხვილი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი.